პირველი ინიციატივა და კვალიფიკაციის მინიჭებელი საბჭო ქუთაისის სამედიცინო სკოლაში. გამოცდა სტუდენტებს პროფესიული საქმიანობის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში ჩაუტარდათ. როგორ ხდება კვალიფიკაციის მინიჭება საზოგადოებრივ კოლეჯში? ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში დასავლეთ საქართველოში პირველად კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭო ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სხვადასხვა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციას მათი ცოდნის, დონის, პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის საუკეთესოდ გამოვლენის შემდეგ მიანიჭებს. ამჯერად საბჭომ სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს ჩაუტარა გამოცდა. სტუდენტებმა პრაქტიკული დავალება შეასრულეს. მათ კბილის ტექნიკოსის სხვადასხვა სამუშაოები ჩაატარეს და ლექტორისაგან თეორიული შეკითხვებიც მიიღეს. სტომატოლოგიის კურსი ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში 5 საფეხურიანია და სწავლების ყველა მეთოდს ითვალისწინებს. შემოწმება თუ როგორ დავეუფლებიან ესენი მომდევნო საფეხურზე გადასვლის ეტაპს და უნდა გააკეთონ ჩამოასხამენ ანაბეჭდს და მიიღებენ მოდელს. ეს არის ტექნიკური მხარე, რაც პირველმა საფეხურის სტუდენტმა უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი უნდა იყოს ბოლომდე მზად. ანაბეჭდებს ვიღებთ ტექნიკურად, ვაკეთებთ პროთეზებს და თეორიულად ვეუფლებით ყველაფერს, რაც საჭირო არის ჩვენი პროფესიისათვის. სამედიცინო კოლეჯის ლექტორის იოსებ კაჭახიძის თქმით, მათი სკოლის სწავლების მთავარი პრინციპი შედეგზე ორიენტირებული განათლებაა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება. როგორც კაჭახიძე აღნიშნავს, სამედიცინო კოლეჯში საერთაშორისო სტანდარტის ვისკოზინის შტატის საუნივერსიტეტო ქსელის პროგრამა მოქმედებს, რომელიც სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და სტუდენტები საკუთარ პროფესიას მაღალ დონეზე ეუფლებიან. დასავლეთ საქართველოს და შესაძლებელია ალბათ საქართველოს მასშტაბით ტარდება სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭოს სდომა, სადაც მოხდება კვალიფიკაციის მინიჭება კბილის ტექნიკოსის და ექთნის თანაშემწის პროფესიის კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით. საბჭოს სდომა არის ღია და საბჭოს სდომაზე უფლება აქვს პირს, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ ხდება კვალიფიკაციის, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ჯანდაცვის მიმართულებით დაესროს განაცხადებით მოვიდეს და გამოხატოს თავისი აზრი და დააფიქსიროს ის თუ როგორ და რა სტანდარტებში ხდება დღეს საქართველოში ადამიანთა კვალიფიცირება, რომლებიც იქნებიან დიპლომირებული ქუთაისის სამედიცინო სკოლაში. სტომატოლოგიის კურსის სტუდენტების გარდა კვალიფიკაციის საბჭოს წევრებმა ექთნის ასისტენტების დასვეს საგამოცდო მაგიდასთან. პრაქტიკული სამუშაო წნევის, ტემპერატურის, პულსისა და სხეულის მასების დადგენის შემდეგ ექთნის თანაშემწეობის მსურველებს სხვა ნასწავლი პრაქტიკული უნარჩვევების გამოვლენის საშუალებაც მიეცათ და რა თქმა უნდა კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა საბჭომ მათ თეორიული კურსის ჩატარებაც მოსთხოვა. ახლა მისინჯავს პულს, როცა გაიგოს, რამდენიმე პულსის მომჩვენება. შემდეგ გამისინჯავს სიცხეს, რიცნევას და ჩავიწერთ ყველაფერს. სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭოს წევრის დათო ბანძალაძის განცხადებით კვალიფიკაციის მინიჭება ექთნის თანაშემწის პრეტენდენტთათვის სხვადასხვა манипуляციის შემდეგ მოხდება. თუ რა თქმა უნდა წარმატებით გაევლიან პრაქტიკულ გამოცდას. ექთნის თანაშემწის კურსი სამედიცინო კოლეჯში 3 საფეხურიანია. მიმდინარეობს ახლა ექთნის თანაშემწის კვალიფიკაციის მინიჭებელი საბჭოს სხდომა, რომელზეც გამოცხადდება პრეტენდენტები ამ კვალიფიკაციის, რომელსაც მინიჭებათ კვალიფიკაცია შემდეგი პრინციპით. აუცილებელი დავალებაა, მე გაჩვენებთ, სპეციალური ფურცელია შევსებული, სადაც არის ჩამონათვალი თითოეული манипуляციის რა უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში სტუდენტი ავსებს თავის გვარდასახელს, სხედან 2 ერთად და ორივე არიან ერთმანეთის პაციენტები.
სამედიცინო ჯანდაცვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭოს ხდომა ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში ღია იყო. ყველა მსურველს შეეძლო მასზე დასწრება და დეტალურად გაგება, როგორია კბილის ტექნიკოსისა და ექსნის თანაშემწის მოვალეობები და სამუშაო. ლექტორ იოსებ კაჭახიძის თქმით, კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საბჭოს ხდომა ამ სასწავლებელში ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.